კიდევ ერთი სამედიცინო ცენტრი ამჯერად თბილისში დიღმის დასახლებაში გაიხსნა. 4 სართულიანი ევრომედი 30-მდე პაციენტისთვის არის გათვალისწინებული და მათ ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. ისევე როგორც ყველა ახლად გახსნილი საავადმყოფო, ევრომედიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ამ ეტაპზე ცენტრში 37 ადამიანი მუშაობს. კლინიკა თბილისის მერმა გახსნა. და გამოჯანმრთელებას გისურვებთ. დავაკვირდებით ფაქტორად დღე და კვირა არ გავა საქართველოში და თბილისში, რომ ახალი სამედიცინო დაწესებულება, ახალი საავადმყოფო არ გაიხსნას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და პრიორიტეტული მიმართულება. ჯამურად რომ ავიღოთ, რეალურად 500-დან 550,000, ანუ პრაქტიკულად ნახევარი თბილისი სხვა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების საშუალებით იქნება დაზღვეული. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ციფრი და ეს დაზღვევის პაკეტი იძლევა ნებისმიერ აი ასეთ ნორმალურ, კარგად აღჭურვილ თანამედროვე კლინიკაში მკურნალობის საშუალებას. ამიტომ თემა ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის, რომელიც კვლავ აქტუალურია ბევრი თბილისელისთვის, აი ამ ერთი წლის განმავლობაში არსებითად გაუმჯობესდება და ცალკე ბუნებრივია ხარისხზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ხარისხის თვალსაზრისითაც თითოეული ეს კლინიკა გაცილებით უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ჩვენ ტრადიციულად ჰქონდა და ის სტერეოტიპი, რომ სამედიცინო დაწესებულება იყო ხასო და სინამდვილეში ადამიანი ბინდს ცალკე ყიდულობდა, იოდს ცალკე ყიდულობდა, საჭმელი ცალკე მოქონდა, ზოგიერთ ექიმის სხვა იმიდან მოყავდა და მაინც საბოლოო ჯამში ერთიან სერვისს უძღებულობდა. ამის მაგივრად ჩვენ ვიღებთ ხარისხიან კლინიკებს, სადაც ყველაფერი არის უზრუნველყოფილი და იმ ადამიანს, ვინც არ არის უზრუნველყოფილი, სახელმწიფო აზრობს და შესაბამისად იგივე სერვისით სარგებლობს, როგორც ადამიანი, რომელსაც შემოსავალი გააჩნია. აი ეს არის თანამედროვე მიდგომა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიმართ, რომ მიუხედავად იმისა, რა თანხა აქვს ადამიანს, მინიმალური სტანდარტი ყველასთვის არის ერთიანად უზრუნველყოფილი და ეს კლინიკაც ამის ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი იქნება, რისთვისაც მინდა გერმანელ კოლეგებს მადლობა გადავუხადო. ეს არის 36 საწოლზე გაშლილი, აქ შედის სტაციონარიც, ამბულატორიას, ინტენსიური თერაპიას და ორი საოპერაციო. მაგის გარდა არის სასწავლო ოთახები, სადაც დაგეგმილია ზუსტად ეს სწავლების და აი ლაპარასკოპი გერმანულ-ქართული რატო ქვია, ეს გერმანულ-ქართული სწავლების კურსები იქნება და სწავლების ლაპარასკოპიური ქირურგიის.